საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი კურსის მაგისტრატი თათია სიმონიშვილი წარმოგიდგენთ ვიდეო ლექციას თემაზე სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ლიცენზირება. ლიცენზია წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით. ხოლო ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას, ერთჯერადად ან გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე კანონით დადგენილი პირობების დაცვით. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ შესაბამის დაწესებულებას გააჩნდეს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია. ლიცენზიასა და ნებართვას შორის არსებობს შემდეგი ძირითადი განსხვავებები. ლიცენზია გაიცემა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სამეწარმეო საქმიანობაზე, ხოლო ნებართვა სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციების, დაუფასებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტისათვის. ლიცენზია გაიცემა უვადოდ, ხოლო ნებართვა ერთჯერადად კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით. სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიასა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ კანონის თანახმად აკრძალულია ლიცენზიის ნებართვის შემოღება ისეთ საქმიანობაზე, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული. აკრძალულია კანონქვემდებარე აქტით ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც შინაარსობრივად განსაზღვრავს რაიმე საქმიანობაზე სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმს. ლიცენზირებას და ნებართვას დაქვემდებარებული კონკრეტული საქმიანობის ჩამონათვალი განისაზღვრება მხოლოდ კანონით. ლიცენზიის და ნებართვის მისაღებად საჭირო დამატებითი პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით. სალიცენზიო პირობები. მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად მიმართავს ლიცენზიის გამცემს წერილობითი განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ლიცენზიის გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განცხადებელი, განცხადებლის ვინაობა, მისამართი, სამეწარმეო რეესტრის მონაცემები, მათ შორის სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი ხელმძღვანელი პირი, რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რომელი ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი, განცხადების წარდგენის თარიღი და განცხადების ხელმოწერა, განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა, მათ შორის სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და წარმომადგენლის მიერ განცხადების შეტანის შემთხვევაში სათანადო რწმუნებულება. ლიცენზიის გაცემის წესი. ლიცენზიის გამცემი ორგანო ვალდებულია მეწარმის განცხადება რეგისტრაციაში გაატაროს მიღებისთანავე. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწევს აკმაყოფილებს თუ არა ლიცენზიის მაძიებლის განცხადება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მომდევნო 3 დღის განმავლობაში კი აქვეყნებს ცნობას საჯარო გაცნობისათვის. ლიცენზიის გამცემი წინასწარ განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადას. ხარვეზის შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი სთხოვს განცხადებას ყველა აუცილებელ დოკუმენტს და განუსაზღვრავს მათი წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 5 დღეზე ნაკლები. განცხადებისა და მასთან ერთად წარდგენილი სხვა მასალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენით და ლიცენზიის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ლიცენზიის გამცემი ორგანო ადგილზე ამოწევს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემთა ზისწორეს. ადგილზე შემოწმებისას ლიცენზიის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგილს ოქს, რომელსაც ხელს აწერს ლიცენზიის გამცემი ორგანოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. სალიცენზიო მოწმობა გაიცემა ლიცენზიის გაცემის შესახებ ლიცენზიის გამცემის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე 3 დღის ვადაში, ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. ლიცენზიის თაობაზე ადმინისტრაციული აქტი გამოიცემა წერილობით, იგი ძალაში შედის ლიცენზიის მაძიებლისათვის აქტის გადაცემის ან გამოქვეყნების დღეს. ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გამოქვეყნდეს. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით, აკრძალული ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა. ლიცენზიის გაცემაზე უარი თქმის საფუძვლები. ლიცენზია არ გაიცემა თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობებს. ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს ლიცენზიას, რომელიც გაუქმებულია და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი, ლიცენზიის მაძიებელს შეუჩერდა ამ სფეროში მიღებული ლიცენზიის მოქმედება და არ აღმოფხვრა ლიცენზიის შეჩერების საფუძველი. ლიცენზიის გაუქმება. ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია თუ იგი გასცა არაუფლებამოსილმა ორგანომ ან პირმა, იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად ირღვევა ლიცენზიის მოუზადების ან გაცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები,
ლიცენზიის გაუქმება პირდაპირ მითითებულია კანონში, არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ლიცენზიის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ლიცენზიის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. არსებობს ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა, სახეზეა ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება ან და ლიკვიდაცია, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადა გასულია და არ აღმოფხულა მისი შეჩერების საფუძვლები. ლიცენზიის გამცემი ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ნებართვა. ნებართვა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებულ უფლებას ერთჯერადად ან და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში აუცილებელია მეწარმეს ჰქონდეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა პროდუქციის ნომენკლატურის მიხედვით. განცხადება ნებართვის მისაღებად, იგივე სანებართვო პირობები. სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის და ექსპორტის ნებართვის მისაღებად, მაძიებელი განცხადებით მიმართავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განცხადებაში აღინიშნება ნებართვა გამცემი ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განცხადებელი, განცხადებლის ვინაობა და მისამართი, თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს მაძიებელი, განცხადების წარდგენის თარიღი და განცხადების ხელმოწერა, თანდართული საბუთების ნუსხა. განცხადებას უნდა დაერთოს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ხარისხის სერტიფიკატი, ინფორმაცია პროდუქციის ნომენკლატურის რაოდენობის ერთეულის ფასის, თანხის, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრის შესახებ, შესაბამისი ლიცენზიის მოწმობის ასლი, მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულება შესაბამისი სპეციფიკის ამსახველი დანართით, წინასწარი ნებართვის ასლი, ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში. ნებართვა გაიცემა მხოლოდ რეგისტრირებულ სამკურნალო საშუალებებზე გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ნებართვის გაცემაზე უარი თქმის საფუძვლები. ნებართვა არ გაიცემა თუ წარდგენილი დოკუმენტაცია ან და წარმოების ფაქტობრივი მდგომარეობა არ ეკმაყოფილებს სანებართვო პირობებს. მაძიებელი მოითხოვს ისეთ ნებართვას, რომელიც მას გაუხდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე. მაძიებელს შეუჩერდა ნებართვის მოქმედება და არ აღმოფხულა მისი შეჩერდების საფუძვლები. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად და მოქმედებს კონკრეტული ოპერაციის განხორციელების ვადით. ნებართვის მოქმედების შეჩერება. ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ნებართვის მფლობელი არღვევს სანებართვო პირობებს. ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი ორგანო იღებს ამ ნებართვის გაცემისათვის დადგენილი წესით. ნებართვის გაუქმება. ნებართვის გაუქმების საფუძველია, თუ ნებართვა გასცა არაუფლებამოსილმა ორგანომ ან პირმა, იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებისად დარღვეულია მის მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ნებართვის გამცემს შესაძლებლობას ნებართვის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული აქტი და ნებართვის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან და საზოგადოებრივ ინტერესებს. ნებართვის მფლობელის მიერ არ სრულდება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულებები, გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ნებართვის გამცემს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი მოთხოვნის საფუძველზე, მიეცემა ანაზღაურება. ამას მოითხოვს ნებართვის მფლობელი, სახეზეა ნებართვის მფლობელის გარდაცვალება ან ლიკვიდაცია, გავიდა ნებართვის მოქმედების შეჩერების ვადა და ამ ვადაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები. სალიცენზიო სანებართვო რეესტრი. სალიცენზიო სანებართვო რეესტრი
არის დოკუმენტი ლიცენზიის ნებართვების გაცემის მათში ცვლილებების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ. სალიცენზიო სანებართვო რეესტრის სახეებია: უწყებრივი რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს შრომის ჭართალობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. საქართველოს შრომის ჭართალობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნაში გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის, მის შეჩერების ან და გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. ყველას აქვს უფლება გაეცნოს სალიცენზიო სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან ნებართვასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. ინფორმაციის მისაღებად პირის შესაბამის უწყებაში წარადგენს წერილობით განცხადებას. სავალდებულო არ არის განცხადებაში მიეთითოს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი და მიზნები. დღეისათვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის.